პეტოს გაუმარჯოს, პეტოს. გაუმარჯოს. როგორ ახლა? პეტო, ველოსიპედს რა უნდა ბარში? ლაშა ეს მარტო ველოსიპედი არ არის, ეს ჩემი მეგობარია. ხო, მაშინ შენს მეგობარს უთხარი, უკანა საბურავი აქვს დაშებული. ეს არის ჩემი ველოსიპედია ეს და ეს ვიცი ველოსიპედი ვარ შესაიდანო. საიდან მაქვს და ჩემმა დამ გამომიგზავნა ესპანეთიდან. რატო? რატო და? ხო. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა. იმიტომ რომ დღეს პატაპეტობიტერი პეციოს დაბადების დღეა. მოდი აქ მერე მოდი. ახლა გითხარით, მადლობა, ახლა გითხარით. ეხლა მომისმინეთ, ვისი რო დღეს მუშაობთ, ამიტომ საღამოს სამსახურის მერე აუცილებლად უნდა მოვხვიდეთ ჩემთან ბარში და უნდა აღვიძდოთ ყველამ ერთად. ძალიან მაგარ დროს გავატარებთ, გული მიგზნობს. ელოდებით. კი, გენაცვალეში. ხო. ეს იგი შენია ხო ეს? კი. აუ, რა? დამსვი რა. აუ, ვერ არა და თუ რა. ვერ არა და გეხუწები დამსვი რა. აუ ვერ დაგსავ და თუ რა. გემუდარები რა, მეგობრები არა ვართ, გეხუწები რა, დამსვი რა. რა გინდა რა გეხუწები დამსვი რა, წავა სამსახურში წავა და მოგიყვანს საგამოს გეხუწები თან, აი, უკან მქონია და სამატებელი და დავამატებ. მიდი. არაფერს არ გავუფუჭებ? არი ეხლა რა უნდა გავუფუჭო რა. მაშინ კარგი. ხო. მაშინ ხო. მადლობა. ხო. ეს ჭიგარი ხარ. პეტო, ის ირა. ისე ეს თუ მომეწონა მე ვიყიდი ამას. უნდა იყიდო, აბა რა უნდა. როგორ არ უნდა იყიდო ერთი ველოსიპედი, კაცო, ამხელა უმცროსი მენეჯერი კაცი ხარ. უნდა იყიდო. მე დაგაწინაურებენ, მენეჯერად გადაგიყვანენ, დაგინიშნავენ ძღოლს, მე შენ გადმოჯდები აქ უკან ძღოლი დაждდება წინ და გატარებ ხოლმე სამწუხაროდ. ის დათო მომისმინე ძალიან ხო ეხა ყურადღები დაიმახსოვრე არავინ არ მოისო უკან სუქანი არ დასვა სუქანი რა თავარია და მარტო ასფალტზე იარე ტალახში და წყალში ძალიან თხოვარია ძალიან თხოვ ხო არი მე დაგიტო გინდა დატოვე სუქანი არ დავსო წყალში არია წყალში არ არის სუქანი რა კარგია, ვაიმე ძალიან მაგარი ფოტოებია, ვაიმე თამრი აქ შეხედე, ვაიმე გავგიჟდი, ისეთი ლამაზი ხარ, შეხედე. ხო, ძალიან აქ მაცა ეს მარიკას პიჯაკი, მე უფრო მიხდება. ხო, აი ამ შენ უფრო ვაიმე როგორ ისეთი ლამაზი ხიძეთ გახარ და წყინა თამრი. კეთო ხო დახრას გეუბნებოდი. ხო იცი რა ეგ ჟურნალი. ხო, როგორ არა, ეგ ჟურნალი როგორ არ ვიცი, ძალიან ბომონდური ჟურნალია. ძალიან ხო და მაგ ჟურნალის მფლობელია შალვას ცოლი. გავიგე თამრი, გავიგე კი არა, მომისმინე ახლა. ჰოლანდიაში ხო ვიყავით ერთად და ესე ჭორავდით ხოლმე ნაცებს და ერთხელაც მიჩქვა რომ იცი რა ჟურნალ ვაკანსია არისო არისო და იქნებო ვინმე გეგულებოდესო რომ კარგად წერდესო და მოიყვანო. ვაიმე რა ვიცი თამრი არ მგონია რამე გამომივიდეს არ ვიცი აი რა ვიცი კაი ქეთურ არ ვიცი კაი ქეთურ რას მეუბნები შენ რა მეგობრობის დღიურს წერდი გახსოვს სკოლაში მთელი სკოლა ვღაო ვაიმე როგორ არ მახსოვს როგორი კითხვები მქონდა თქვენი სახელი და გვარი რომელი ფრინველი გიყვართ თქვენი შეყვარებული სახელი ვაიმე და ვარსკვლავები და მთვარე
ჩვარე. ფარეს როგორ ხატავდი? აი რა ქეთურა ნიჭი არის კარგება დაო რა. ხო და წავალთ რედაქციაში და ვნახავთ. არ ვიცი თამბრი, არ ვიცი, აი მაინც უნდა ვცადო, იცი, ისე კი ძალიან მინდოდა მუშაობის დაწყება. შენ ხო იცი არა თამბრი ხო? ყავას დალევ? ყავას რა ვიცი, უფრო ჩაი, ჰოლანდიაში სულ ჩაის ვსვამდრაც. Thanks. Sorry. თამბრი, კარგი რა, სულ ჰოლანდია. Heli დღე რაც ჩამოხვედი, არ ვიცი, სულ ჰოლანდიაზე მელაპარაკები. არ დაიღალე, კარგი რა. მე ქეთუ რა დამღლის? იმდენია მოსაყოლი ქეთუ. მოდი ახლა მოგიყვე. ჩემთვის მაინც მოვიტან ყავას, შენ ახლა რა ვიცი. მოგიყვე მაცადე. ხო. ესე იგი ერთი დღე გადავწყვიტე, რომ წავიდე ვან გოგის მუზეუმში. ვიცი, თამრი, ეგ ამბავი მუზეუმში რომ დაიკარგე, უკვე 10 ჯერ გაქვს მოყოლილი. და მოედანზე რომ ქართველი შეგხვდა 12 ჯერ და გზა რომ აგერია და შემთხვევით უტრეხში რომ ჩახვედი 17 ჯერ. და მაღაზიაში 5 ევრო რო ვიპოვე? 3 ჯერ. ხო და მაგას მოგიყვები. ხო და რაც ისეთი მოედანზე ვარ რა, რაღაცა მტრედები მზე და რაც უცხო მაღაზია იყო იქ და შევედი დევს ლამაზი ესეთი ქუდი. დაიმე, კარგი რა გემუდარები თამი, მე გთხოვ, ხო გიყვარვარ, არ დაიღალე. ჰოლანდია. აღარ შემიძლია უკვე. მე რა დღეში გაქვს ნერვები და რა დღეში ადი რა დაისვენ ცოტა გამზეურე გონება ესეთი გამოთქმა არსებობს ჰოლანდიური შენც დაისვენე და სხვაც დაასვენეო ხო და როგორ არის ეგ ჰოლანდიურა როგორ არის და კეთო გავალე ხლა მე სახლში მოვემზადები ხო და შენც მოემზადე და წავიდეთ რედაქციაში ხო და ის თამრი რა მინდა გკითხო და არ გინდა შენც რომ წერო ჟურნალში მე რო წერო? ხო, არა, მე ხო დირექტორის ცოლი ვარ. მე კი არ უნდა წერო, ქეთო, ჩემზე უნდა წერო. მე და ჩემი და როგორ გაცა? როგორ? შალვა, ესე იგი რა გამოდის რომ თუ ტრავმატოლოგია და სტომატოლოგია ჩვენი კლინიკისთვის წამგებიანია, ესე იგი უნდა დავხუროთ. დავხურეთ უკვე? ანუ ეს ლაშა და ირაკლი გავუშვით სამსახურიდან? კარგი. კარგი შალვა. არა, მე თვითონ მეტყვი. კარგი. ესე აჯობებს დამიჯერე. კარგი. აიმე. აუ რა უნდა ვქნა ახლა? საწყალი ირაკლი, საწყალი ლაშა. დანიკო, ირაკლის და ლაშას უთხარი შემოვიდნენ ჩემთან. ლაშა, ირაკლი, თქვენ კარგი პროფესიონალები ხართ, მაგრამ უნდა გაგიშვათ. არა, ესე არ ვარქა. ირაკლი, ლაშა, ცუდი ექიმები ხართ. არც ესე არ ვარქა. აუ, როგორი ნერვიულებენ რა. ეს ლაშას ეს ლაშას ეს ირაკლის აბა თქვენ ბიჭებო მეძახდი ხო გვეძახდი ხო მოიჭე მეძახდა და მოვედი ხო და მეძახდა და მოვედი და რა გავაკეთო მითხარი ხო გვეძახდი დაჯექით დაჯექით აი მან დაჯექით არაფერი დაჯექით ისა ბიჭებო ხო ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის საწყობი და ხურეს არა ლაშა არა უბრალოდ დაგიძახეთ რომ დაგიძახეთ
დაგვიძახე და მოვედით, რა გავაკეთოთ? ხო, რო აი ესე მოხდა რომ ის ახო რაღაცა შენი ფერი არ მომწონს მე. რამე ვირუსი არ კონდეს, წავალ მე დღეს ადრე, ხო შეიძლება? ხო? შეიძლება ლაშა. როგორ შეიძლება? შეიძლება კი არა, წახვედი უკვე. რა? წახვედი უკვე ლაშა, წახვედი. სამსახური და გათავისუფლებული ხარ შენც და შენც ირაკლი. აბით, შალვამ თქვა ესე მე რაგაცინებს ბიჭო? მაგარია რა. აქამდე სულ მინისტრები მიშვებდნენ სამსახურიდან და ახლა ხუნხულა მიშვებს. მოიცადე ირაკლში რაღაცა ადვილად ეგუები ამ ყველაფერს. ხო, მოიცადე. რატო გავიჩვი? ლაშა. არ ვიცი, ესე მოკლედ ტრავმატოლოგიას და სტომატოლოგიას არ მოხონდა შემოსავალი კლინიკისთვის და აი ესე თქვა შალვამ რა, არ ვიცი მე. გაიგე? კი. რა? რა და ტრავმატოლოგიას და სტომატოლოგიას არ შემოქონდა შემოსავალი კლინიკისთვის და შალვამ თქვა ასე და გაგვიშვეს სამსახურიდან. რა გაგება უნდა ამას? შალვამ ეგრეა ხო? წამოდი მაშინ და მომეხმარე ჩავალაგოთ ბარგი და წავიდეთ. მე რა ჩავალაგო არაფერი არ მომიტანია ახალი ვარ ჯერ. და გეუბნე მე მომეხმარე მეთქი ჩავალაგებინე ბარგი და წამოდი ხა, მიდი. ნელა ბიჭებო დღეს ხომ მიდიხართ პეტოს დაბადების დღეზე? ნელა ხო ხო და ეს საჩუქარი ჩემზე იყოს. შენზე უნდა იყოს, აბა მარტო სამსახური შენ აგაგდა. არა არ მინდა მე ზოგ-ზოგი ერთების სალაპარაკო გახდეს მე და შენ ვიყიდოთ საჩუქარი შენ საჩუქარი ვიყიდე მე ჩემი საჩუქარი ორი საჩუქარი მივიდეთ ხო და ის რა ქვია არ მინდა მე ესე არ გაგვიჭირდება ჩვენ რომ რაღაცა შენ ჭირიმე და მე ვაიმე ეს რა გამახსენდა რა ვაიმე ეს რა გამახსენდა რა იყო და დღეს ხო მივდივარ პეტოს დაბადების დღეს ხო და კარგი დღეს იქ შევჭამ ხო ხვალ რა შევჭამო ლაშა შვილებს რა ვაჭამო ხვალ კაცო მეც არა ვთქვი რაღაცა მართლა წამოდი რა ვაჭამო მე თამრი შეხედე რა ლამაზი კაბინეტია რა. კი, ქეთუ, მაგრამ მე უფრო გემოვნებით მოვაწყობდი. აი, გამარჯობა. გამარჯობა. გაბზანდით. მადლობა. გაბზანდი დავჯდები, ხო, რაცა. მადლობა, დიდი მადლობა. მე დამირეკა ქალბატონმა ეკამ და მითხრა რომ სამსახური გითხოვიათ. არა იცით რა სამსახურის დაწყება მუშაობის დაწყება უნდა ჩემ დას და ქალბატონმა ეკამ ანუ შალვას ცოლმა დაგირეკათ ჩემი დავალებით ქალბატონო მუშაობის დაწყება მე მინდა მე ასე მომე ესე კი თქვენ მზადებით ქეთევა ღმერთი ქეთევა ღმერთი ძალიან კარგი სიმართლე გითხრათ გვაქვს ჩვენ ვაკანსია და ვეძებთ ნიჭერ თანამშრომელს ხო და ჩათვალეთ რომ ძალიან გაგიმართლდათ ისეთი ნიჭიერია ჩემი და რომ იპოვეთ აი ნიჭიერი თანამშრომელი იპოვეთ ქალბატონ ქეთევა უცხოენა თუ ვიცით ქალბატონო ესე იგი მე რა ჰოლანდიაში ვცხოვრობდი ერთი კვირით შემოგვეკავდი იქიდან და ხო yes ამ სფეროში რამე გამოცდილება თუ გაქვს ქალბატონო ესე იგი ახლა ჰოლანდიაში რომ ვცხოვრობდი უკაცრავად მე ქალბატონს ვესაუბრებით შეიძლება ხო მიცით ქალბატონო როდესაც ჩემი და ჰოლანდიაში იყო მე აქაურ ამბებს ვწერდი დიახ აი იცით როგორ მწერდა აი
700-ჯერ ვკითხულობდი. ისე მაგრად წერდა. ძალიან კარგი. საერთოდ ჩვენი ჟურნალი თუ მოგწონთ? ქალბატონო, ესე იგი მე არ მყოფნის სიტყვები ისე მომწონს. კე თუ პასუხე? ვაიმე ძალიან მომწონს. გიждები ისე მომწონს და მეცაც გეტყვი თქვენი ჟურნალი მიყვარს კიდეც. არც ერთ ნომერს არ ვუშვებ ხელიდან, როდესაც ჩემი კარის მეზობელი ჩხეიძეები შეიძენენ ამ ჟურნალს, მე გავდივარ, გამოვართმევ და გულდასმით ვკითხულობ თავიდან ბოლომდე. გავდივარ გამოვართმევზე გამახსენდა ჰოლანდიაში ვარ და ვიქირავე ველოსიპედი. ვიფიქრე რომ გავისეირნებათ. კიდე რა ქვია იმას მუხრუჭი თურმე არ მუშაობდა და მე რა ვიცოდი ესე მივიქრი ვარ იმით მოგოებო ეს არ დაწეროთ ახლა თქვენი ჟურნალში. ძალიან სასაცილო და სახალისო ამბავი გადაგხდენია. მე და კე თუ შეაწერს ამ ამბავს ისე აი გაგიჟდებით. ძალიან კარგი. იცით ქალბატონ ქეთევან თქვენ დაწერეთ, ჩვენ წავიკითხავთ და მოვიფიქრებთ. ქალბატონო, ხო რა მინდა მე კითხოთ. მე რასაც დავწერ, აი რა სტატიასაც მოვამზადებ. მე თქვენ ხომ დაბეჭდავთ და იქნება სადმე მითითებული რომ ეს მე შევადგინე და მე მოვამზადე და მე გავაკეთე მე. რა თქმა უნდა. თუ სამუშაოზე აგიყვანთ, ჩაგაბარებთ მთლიან გვერდს. და იქ დაწერილი იქნება რომ გვერდი მოამზადა ქეთევან ხლონ. აუ და ერთი რაღაცა კითხვა მაქვს ესეთი, ნუ მინიშნებას არ თუ შენიშნოთ რა. იცით რა, აი შეგიძლიათ გვარი უფრო დიდი და მსხვილი შრიფტით დაწეროთ, აი ხლონტი. აი ეს იცით, ეხლა ცოტა ადრეა ამაზე საუბარი. მაპატიეთ, უნდა დაგემშვიდობოთ. ქალბატონ ქეთევან, დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად დაგირეკავთ. განვიხილავთ თქვენ ვაკანსიას. უარყოფითი პასუხის მაგაზე ჩვენ არ დაგვარეკინოთ. ой, მე პატა. რა მოხდა? რა მოხდა? არაფერი ვზივარ. მაგას დაეჯახეთ. მოისერა ჩემი ძმა, არ გიცნობ, არ მეცნობ რა. ეს რა არის და დამეჯახე. მე ვიდექი თქვენ დამეჯახეთ. მოდი რა არ ვიდა, ეხლა სიტყვებზე გამოკიდება რა. ფაქტია რომ დამეჯახე ხო? ერთ წუთს რა. მე ვიდექი, თქვენ მოდიოდი და დამეჯახეთ. თუ თქვენ სხვა აზრი გაქვთ, მაშინ პატრონს დაუძახოთ და ის გაარკვევს. სხვათა შორის ისე გეუნებით. ეს ისე გეუნებით. უბრალოდ. რამე კი არა. მე მაქვს ფიტნეს კლუბი და დიდი ხანია უკვე ვარჯიშობ იქ. მოიცოდე, ისე რა. მე საქართველოს ჩემპიონი ვარ. ბრძოლა წესების გარეშე. როგორ ვერ დაგინახე კაც? სათუგურებოდინე და დაგინახეთ რომ მოდიოდი და გისიგნალებდით კიდეც. ხო? ვერ გაიწიეთ? ხარ, ჩემპიონი მეკონეთ. ჩემპიონი მეკონეთ რომ მისიგნალებდით ფარებს რომ მე დავინახე როგორ არ და. ნუ მოკლედ აკეთებთ. ეხა, ეს თემა ნუ გადაგაქვთ ძალიან გთხოვთ. ჩემენი არა ხართ? თქვენიანი კი არა, დაზარალებული ვარ და მინდა რომ მანქანა გამიგეთოთ. ვაიმე. ისე პრინციპში დაზარალებული თქვენ კი არა, პეტო. ჰეი, რანატელი. ზეა, ვიცოდი რომ მოხვიდოდი და მარტო არ დამტოვებდით ამ ბედნიერ დღეს. მაგრად გავერთული. მაგრად ვიხალისებ, ირაკლი დამიჯერე ლაშა, ეს დღე ცხოვრებაში არ დაგვავიწყდება. რა დაგვავიწყებს ამ დღეს? რა დაგვავიწყებს? ხო. აჰა. ვაიმე, ირაკლი, დიდი მადლობა, ირაკლი. აჰა, ეს. დიდი მადლობა, ბიჭო. დიდი მადლობა, დაჯექით. რა იყო ეხლა? რა არის? რატო შეწყვდით, ჰა? აბა. ეხლა ტვინი რო არ გექნება. ახლა საჩუქრის ყიდვის დრო იქნებოდა, მაგრამ აიჩებე შეიძლება ვიყიდები მიყიდიო და აჰა.
ეხლა მოკლედ სალაპარაკო ვარ ყოფილიყო თორემე. ირაკლი, აი ახლა იწყება кейფი. აი ახლა დაიწყება кейფი. უემზადეთ, წავიდა. აი თავიდან მოემზადეთ. იმიტომ რომ ეს დამატები დღეა მოკლედ პატა გაასხიეთი დავლიოთ რა ირაკლი ეხლა შენ ხარ თამადა შენებურად როგორც იცი ხოლმე ეს უნდა არაუშავს თუ გადმოვა უნდა გამოვდის როგორც შენ იცი ხოლმე სადღეგრძელობით რაღაცებით იქით ჰო რაღაცები მიდი წავიდა მიდი რაღაცი ხარ მიდი ხო გაგვიმარჯოს რა ვიცი რა გაგვიმარჯოს რა ის ოჩა მოკლედ ისე მომეწონა თქვენი წარმოთქმის ადგილზე და ისე ეშხიერად და მხიარულად გააკეთეთ ეს ყველაფერი რომ რაღა დავამატო მეგობრებო დიდი მადლობა ისე გემრიელად და მხიარულად და ხალისიანად შესვით აბა მადლობა მოდი სარხარამდენი ხარ მოდი რა არაფერი დიდი ხანია кейფო არა ეხლა დავიწყეთ დათო რა მაგარ დროს ვატარებთ იცი რა ისი რა მაგარ დროს ვატარებთ ალაშა რა ვიცი ჭიქა მომიწა ახლავე აი მე ირაკლი საჭაბოთ ნამასის ფული რა გინდა პეტოს დაუმტვრე ველოსიპედი და კიდე ვიღაცის მანქანა მაქვს გასაკეთებელი დათო მე დღეს სამსახურიდან გამომიშვეს ხო სამსახურიდან გამომიშვეს ლაშა მეც გამომიშვეს სამსახურიდან კი აბა არ ჩერდებით აბა დათო აბა როგორი არა ჩემო ველოსიპედმა როგორი არა სანაცია რა კარგათია ახლა სად არის ახლა სად არის ახლა დათო გარაჟში შევინახე გარაჟში რო არავინ არ მოიპაროს ხო იმას ვიხარ მოიპარო პეტო შენ რამდენი წლის გახდი 27-ის აბა რაღა დრო შენ ველოსიპედია რა არის ხალხო რა გჭირთ რა ჩამოგტირით სახეები ჩემი დაბადების დღეა ირაკლი თამადა ხარ გამოფხიზდი ეხლა და მიდი შენებურად რა გჭირთ ვერ გავიგე ის რა ქვია აი ეს შენ და ის გაგვიმოჯოს თავისებ ვაიმე რა მაგარია დათო დიდი მადლობა აი ესეთი აქვს ზუსტად ველოსიპედს რა მაგარია აი მე ზუსტად ესეთი აქვს ირაკლი რა მოგივიდეთ რა გჭირთ პეტო რა ის სამსახურიდან გამომიშვეს სამსახურიდან ხო ცუდია მაგრამ ცხოვრება გძენდება ირა შერასიტყვი ლაშა მეც გამომიშვეს სამსახურიდან არა უშავს ხალხო რა გჭირთ თავარი სამსახური ხო არ არის არა ამ ცხოვრებაში არა რა სიტყვი დათო თავარი მეგობრობა ხალხო მეგობრობა ვზივართ ხიარულობთ რა მოკივიდათ მეგობრობა ხალხო მეგობრობა თავარი ხო ეს ჩემს მეგობარს დაუმტვრია ველოსიპედი ცხოვრება გრძელდება პეტო გავიმარჯვე რა ვიცი
ლაშიკო, შენთვის სიურპრიზი მაქვს. მეც კეთება. შენც, მიდი ჯერ შენ დაიწყე, მიდი დაიწყე. მოიცადე ხვეწები არ დაიწყო, გემუდარები ვერ ვითმენ, უნდა გითხრა, თორე გავგიჟდები ლაშიკო. იცი ლაშა. ლაშიკო, მუშაობა დავიწყე ჟურნალში. მართლა, გილოცავ კეთება. მართლა ლაშიკო. ვაიმე ლაშიკო, მე იცი როგორი ბედნიერი ვარ ლაშიკო. აი მე არ ვიცი, აი დაბნეული ვარ, აბა სიტყვები არ მყოფნის ლაშიკო, იცი, აი გეფიცები სულ შემით მივაღწიე ყველაფერს. არავინ დამხმარებია, ყველაფერი ისე გავაკეთე. აი მე არ ვიცი, აი როგორ უნდა მოვიქცე. ანუ რაზე უნდა ვწერო, ან რა უნდა გავაკეთო. რაზე? შენ რა სიურპრიზი ქონდა? მითხარი გიხვეწები, ჩქარა მითხარი რა. სენსაცია მაქვს შენთვის. მოიცადე. ჩაიტერე სათაური. მითხარი. ქვისმა სამსახურიდან გამომიშვა და ცხოვრება ამირია.